თავიდან როგორც ყველა საქმე უბრალოდ იწყება ხომ, უბრალოდ დაიწყო ჩვენი საქმეც. რუსთავში გაგვანაწილეს კონსერვატორია დაამთავრეთ და მუსიკალურ სასწავლებელში. იქ დამხვდა იმ დროს შემდეგში რუსთავის წევრები ჯუმბერ ყოლბაია, სალვერ ვადაჭკორია, გენო მუჯირი და სხვები. ამ დროს მუშაობდა კიდე ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელსაც შემდეგში გამოჩენილი ქორეოგრაფი რეზო ჭოხორმელიძე ხელმძღვანელობდა. კულტურული განყოფილებისგან მაშინ იყო ბატონი რეზო მორჩილაძე აცგანსვენებული, რომელმაც მართლა დიდი როლი შეიტანა ანსამბლ რუსთავის ჩამოყალიბებასა და შემდეგ მის პოპულარიზაციაში. საქმე იმითი დაიწყო, რომ ჩვენ რამდენიმე კაცი ასე შევიკრიბეთ უბრალოდ და სუფრაზე მღეროდი ჩვეულებრივ, ვიღაცა მოვიყვანეთ და მოეწონათ ჩვენი სიმღერა, მე რეზომ თქვა, რომ იქნება ანსამბლი გაგვეკეთებინა, ერთი ანსამბლი, კორდელას ტიპის ანსამბლი გაგვეკეთებინა, მე ყველანაირად გავაკეთებთო, დაუჭერთ ხარსონ. წელს ბატონი ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წელი შესრულდა. ბოლო გადაცემა, რომელიც მისი მონაწილეობით ჩავწერეთ, ანსამბლ რუსთავს ეძღვნებოდა. მის საიუბილეო გადაცემასაც რუსთავს მიუძღვნით. მივესალმები ჩვენს მასპინძელს, ანსამბლ რუსთავის სამხატვრო ხელმძღვანელს მიშო ჯავახიშვილს. მიშო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის და მხარში დგომისთვის. დიდი მადლობა გვმართებს ბატონ აღნიაშვილისა, რომელმაც შეჰყარა ხორო, გაგვიმართა ქართული კონცერტი და დაგვატკბო იმ მივიწყებული ხმებით ჩვენი წინაპრები რომ მღეროდნენ, 1886 წლით თარიღდება ეს სიტყვები. აი მაშინ ჩაეყარა საფუძველი საქართველოში საკონცერტო ფოლკლორულ მიმდინარეობას. 1968 წელს რა მოხდა? როგორ გააცოცხლა ეს მიმდინარეობა მაშინ ახლად შექმნილმა ანსამბლმა რუსთავმა? სანამ 1968 წელთან მივალთ, აქ არის ძალიან ბევრი ისეთი მომენტი, რომელიც უკავშირდება ქართული ხალხური სიმღერის სცენაზე ატანას. გავეხსენებ 50-იან წლებს, სადაც ანსამბლი 7 კაცა იყო, რომელმაც ოლიმპიადაზე ქართული ხალხური სიმღერა პირველად გაიტანა სცენაზე. ამის შემდეგ იწყება ძალიან საინტერესო პროცესი და მივდივართ ანსამბლ რუსთავთან. ანსამბლ რუსთავამდე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ანსამბლი გორდელა, რომელიც კონსერვატორიაში დაარსდა, ისიც ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით და გორდელამ ფაქტიურად უმთავრესი ხაზი აიღო მიზნად. ეს არის ქართული საგალობლების შესრულება, ქართული ხალხური სიმღერების შესრულება, მაშინ როცა ფაქტიურად არაპოპულარული იყო ქართული ხალხური სიმღერის შესრულება, ასე არ იყო ძალიან ბევრი ანსამბლი, რაიონებში არსებობდა ანსამბლები, მაგრამ თბილისში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მაგალითად ახალგაზრდებში შეიძლებოდა პოპულარული არ ყოფილიყო ამ ჩვენი განძის ხალხური სიმღერის და განსაკუთრებით გალობის შესრულება. კონსერვატორიაში დაარსდა გორდელა სტუდენტების შემადგენლობით და ბატონი არტემ ერქომაიშვილი იყო ის, ვინც ფაქტიურად მთავარი კონსულტანტი იყო გორდელასი და ბატონი ანზორ ერქომაიშვილის და მის ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდების. ანსამბლ რუსთავის პირველი თაობის შეკრება, პირველი რეპეტიცია მოხდა ქალაქ რუსთავში, როცა ბატონი ანზორი გაანაწილეს მუსიკალურ სკოლაში, იქ მას დახვდა პირველი თაობის წევრების ნაწილი. წარმოიდგინეთ, რომ ბატონი ანზორ ერქომაიშვილის პროფესიული გზა არის ორი მიმართულებით. ერთი, რომ ან ის უნდა ყოფილიყო ჟურნალისტი პროფესიით, თავიდანვე გადაწყვეტილი ზუსტად ეს ჰქონდა ბატონ ანზორს, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ არტემ ერქომაიშვილმა მისმა ბაბუამ დაისვა და უთხრა, რომ თუ შენ ერქომაიშვილების გვარის ტრადიციას გააგრძელებ, ამით გადარჩება გურული
ხალხური სიმღერები, გურული საგალობლები და ზოგადად ქართული ხალხური სიმღერის აი ეს ნაწილი, რომელიც დასავლური სიმღერების, გურული სიმღერების, დასავლური სიმღერების აქვს გვირგვინია. თუ შენ ამ ტრადიციას ასე ვთქვათ, პროფესიული კუთხით აღარ შეხედავ, მაშინ ეს ყველაფერი დაიღუპება. იმიტომ რომ იმ მომენტისთვის არტემ ერქომაიშვილი იყო ის ბოლო ადამიანი, ვინც ინარჩუნებდა ამ დიდ კულტურას, 2000-ზე მეტი საგალობელი იცოდა ზეპირად. აი ამ პატარა ოჯახურ, ასე ვთქვათ, ბაბუის და შვილიშვილის შეხვედრაზე და საუბრის დროს ბატონმა ანზორმა ეს ყველაფერი სწორად განსაზღვრა და აირჩია მუსიკალური პროფესიის მიმართულებით. აი ეს მომენტი შემდეგ გორდელას დაარსება, რუსთავამდე მისვლა, ქალაქ რუსთავიდან ანსამბლ რუსთავის წარმოშობა უკვე ნიშნავს იმას, რომ ქართული ხალხური სიმღერის ისტორია, ქართული ხალხური სიმღერის შენარჩუნების, გადარჩენის, ქართული გალობის შენარჩუნების და გადარჩენის რთული ისტორია დაიწყო. ბატონი ანზორი აღმოჩნდა ხიდი იმისთვის, რომ ჩვენი წინაპრების დანატოვარი მოიტანა მის თაობამდე და რა თქმა უნდა შემდეგ ბავშვებისთვის გადაეცა. დასაწყისშიო ბატონი ანზორი იგონებდა აქცენტი გავაკეთეთ ძველ ქართულ ხალხურ სიმღერებზე, მივიწყებულ საგალობლებზე. მოდით თვალი გადავავლოთ, როგორ ყალიბდებოდა ეს ტრადიცია, რუსთავის ხელწერა, ეთიკურ-ესთეტიკური ტრადიციები. იმ პერიოდში ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზება უნდა მომხდარიყო აუცილებლად როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ სტილი, რომელიც დაამკვიდრა ანსამბლმა რუსთავმა, აკადემიური, ესეთი კლასიკური ვოკალური მიმართულებით ამ შემთხვევაში, რომელიც ვფიქრობ, თავარი სავიზიტო ბარათი იყო მთელი მსოფლიოსთვის, რომ ასე წარედგინათ ქართული ხალხური სიმღერა და ასევე საგალობლები, იყო ზუსტად იმ დროისთვის სწორი გადაწყვეტილება. ის სიმღერები, რომელიც ფაქტიურად იყო მივიწყებული, სიმღერები, რომლის შემსრულებლები უკვე აღარ არსებობდნენ, ეს იყო მთავარი მიზანი, რომ ანსამბლ რუსთავს ის სიმღერები შეესრულებინა, დაემკვიდრებინა, რომელიც იყო მივიწყებული. მასალა ბევრი მქონდაო, იგონებდა ბატონი ანზორი, ბაბუაჩემისგან ბევრი ჩანაწერი მქონდაო, ასევე ძველი მომღერლებისგან. და აი ეს ყველაფერი რას ნიშნავდა ქართული ფოლკლორისთვის, ქართული მუსიკალური ფოლკლორისთვის? აი თანამ აქ მოვალთ, ასევე პარალელს გავავლებ იმ ჩანაწერებზე, რომელზეც ინფორმაცია ბატონმა ანზორმა შემდეგ მიიღო და დაიწყო უკვე უცხოეთში მოგზაურობა იმისთვის, რომ ეს ჩანაწერები ჩამოიტანა. ეს ჩანაწერები იყო წყარო იმისთვის, რომ ის ძველი საგალობლები და სიმღერები აღდგენილიყო. ეს მასალა, რომელიც შემდეგ ეტაპობრივად ხდებოდა ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ხელში, იყო მასალა, რომელიც ცოცხლდებოდა ანსამბლ რუსთავის მეშვეობით. რუსთავი იყო უკვე ის მოცემულობა, სადაც ანსამბლის შემადგენლობა აძლევდა ბატონ ანზორს იმის საშუალებას, რომ ყველა კუთხის სიმღერა და საგალობლები შეესრულებინათ. რაც შეეხება მაგალითად საგალობლების ნაწილს, კადრებიც არსებობს, სადაც ჯვრის მონასტერი ჩანს და ასე ვთქვათ უგალობენ შემსრულებლები. ანუ დაიწყო კავშირი გალობისა და ტაძრის, ასე ვთქვათ, წიაღის ამ ნაწილშიც, როცა პარტესიული გალობა იყო გავრცელებული მაგალითად სიონის საკათედრო ტაძარში, ამ ნაწილშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და ანსამბლ რუსთავს, რომ საგალობლების დამკვიდრების ნაწილი ამ შემთხვევაში ანსამბლ რუსთავზეც გადის, როგორც ანჩისხატის გალობლებზე გადის, ხო, ის კანონიკური საგალობლების აღშღერება. ამიტომ რუსთავმა ძალიან რთულ პერიოდში დაიწყო აი ამის აღშღერება. საქართველოს თლიანი ფოლკლორული სამყარო როგორ წარმოადგინა რუსთავმა, როგორ გააცოცხლა, მიშო ბატონი ანზორი იგონებდა ყველა კუთხის მომღერალი ყავდა ანსამბლში მოწვეულიო. დღეს ცოტა ისეთი ტენდენცია, რომ შეიძლება კახელმა მეგრულიც იმღეროს, გურულმა აფხაზურიც და ასე შემდეგ. მაგრამ იმ მომენტში მნიშვნელობა ძალიან დიდი ქონდა კუთხურობის ნაწილს. ბატონმა ანზორმა სწორად შეარჩია რეპერტუარი ამ მომღერლებისთვის. ეს არის ხელმძღვანელის მაღალი პროფესიონალიზმის განსაზღვრელი. ქართული ხალხური სიმღერის იმ მარგალიტების წარმოჩენა, როგორც არის კახური მრავალჟამი, ლილე, ჩელა, საგალობელი, წინწყარო თუ სხვა ესეთი პოპულარული სიმღერები, რომელიც დღესაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და სრულდება, რა თქმა უნდა, სრულდება დღევანდელი თაობის მიერაც ანსამბლ რუსთავის რეპერტუარში,
იყო ზუსტად შერჩეული მომღერლებისთვის, რომლებიც იმ მომენტში იყვნენ ამ შემადგენლობაში და ყველა მომღერალი იყო ინდივიდუალური სოლისტი შემსრულებელი, რომელმაც აი როგორც ინდივიდუალურმა მომღერალმა უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა ის საშემსრულებლო სტილი და მოარგო ეს სტილი ამ სიმღერებს. დიდი წარმატება იყო ძალიან. მაგალითად, ჰამლეტ გონაშვილი რომ ღეროდა სოლოს, რომელიმე სიმღერის სოლოს, პრესაც წერდა, ხალხი გაოგნებული იყო. ესე იგი, აბსოლუტური სიჩუმეში ისმოდა ჰამლეტის ეს ღუღუნახმა, რაღაც ულამაზესი ტემბრის, ისე მოდიოდა, მოგორავდა მაყურებელზე, როგორც თვითონ ამბობდნენ და დარბაზის ბოლომდე მიდოდა, შემდეგ უკანვე უბრუნდებოდა მომღერალს. ნახეთ როგორი შეფასება. და მაყურებელი აღტოვანებული იყო, უბრალოდ გაოგნებული შესხეროდა, რომ როგორ შეიძლება კაცს ასეთი ხმა ქონდეს და ასე მღეროდეს. რაც შეეხება კრიმანჭულს კიდე, აი ზორტოვოში და მერე სხვა კრიმანჭულები, ხალხი გაოგნებულია, რა ხდება? თუ უცნაური ხმარი, რაღაც თავისებური მანერა სასიმღერო, თავისი 50 წლის განმავლობაში რუსთავმა 80-ზე მეტი ქვეყანა მოიარა დიდი წარმატებით. მარტო სიმღერამ არა, ცხადია ცეკვასთან ერთად. ეს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა სულ მალე მოიპოვა დიდი ავტორიტეტი. მოდით ახლა მიშო თვალი გადავავლოთ რუსთავის მრავალმხრივ მოღვაწეობას. კონცერტები, ფესტივალები, კინოფილმების გახმოვანება, ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების ანთოლოგიების გამოცემა, ტრიუმფალური გამოსვლები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ეს როგორც რუსთავის ტრადიცია. ანსამბლი ამდენიმე წელში 60 წლის შესრულდება და ეს არის ანსამბლის, არ ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილი ამ ისტორიისა, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოს ანსამბლმა რუსთავმა ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი წარუდგინა. ასევე ქორეოგრაფია. ურთულეს პერიოდში, როცა წარმოუდგენელი იყო ქვეყნის დატოვება და ვერ გაადგავდი ფეხს ვერცეთ სცენაზე, თუ არა შენი უმაღლესი პროფესიონალიზმი, ამას ჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა. ეს მას შეეძლო, ეს იყო ბატონი აზურ ერქომაიშვილის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება და ასევე უნდა აღინიშნოს ამ თვისების წყალობით იუნესკომ ქართული ხალხური სიმღერა აღიარა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. იმიტომ რომ სწორედ აზურ ერქომაიშვილი იყო ის პიროვნება, ვინც წარადგინა იუნესკოში ქართული ხალხური სიმღერა და აუცილებლად ვახსენოთ ქავატორი ნათება ვაღიძე, რომელიც იუნესკოში გახლავთ ელჩი და მან უდიდესი საქმე შეასრულა იმისთვის, რომ ორგანიზება გაეწია საქართველოს წარდგენას ამ შემთხვევაში იუნესკოში, აი ამ ფორუმზე. სადაც ხდებოდა მინიჭება ამ შემთხვევაში ამ სტატუსის. ქართული ხალხური სიმღერის წარდგენის შემდეგ ბატონი ანზორის აი ამ თვისებით, რომ მან დიპლომატიური ენით აუხსნა ფაქტიურად იქ დამსწრე საზოგადოებას, რომლებიც გახლავთ კომისიის წევრები, ერთხმად აღიარეს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერას უნდა მიენიჭოს სტატუსი, რომელიც გულისხმობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, ასე ვთქვათ, წარმოდგენას და ესაც ეს მოხდა. და სწორედ მაშინ ბატონი აზური იგონებს, რომ ამ ყველაფრით გაცოცხლდნენ და დაფასდნენ ის დიდი შემსრულებლები, ის წინაპრები, რომლებმაც ეს ყოფიდან მოიტანეს, ყველა კუთხეს ყავდა ის დიდი მომღერალი აღმოსავლეთში, დასავლეთში და აი მათი დიდი განძის, მათი დიდი შრომის შემდეგ ქართული ხალხური სიმღერა აღიარებულ იქნა აი ამ სტატუსით და ეს იყო ფაქტიურად აზურ ერქომაიშვილის მე ვფიქრობ ყველაზე დიდი გამარჯვება, იმიტომ რომ დღეს თუ ქართულ ხალხურ სიმღერას მთელი მსოფლიო იცნობს, დღეს თუ ქართული ხალხური სიმღერა ჩვენ შეიძლება მოვისმინოთ ამერიკაში, ავსტრალიაში, ადგილობრივების შესრულებით, მაგალითად იაპონიაში და სხვა მთელ მსოფლიოში ეს არის უმთავრესად ანსამბლ რუსთავის და ბატონი აზორის ძალიან დიდი ძალისხმევით შედეგად და შრომის შედეგად მიღწეული დიდი გამარჯვება. იყო თავდავიწყებამდე მისული ემოცია მსოფლიოს ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. იყო ძალიან დიდი წარმატება. აი ეს ტრადიცია, რუსთავის ეს ტრადიცია, როგორ გრძელდება მიშო დღეს?
გრძელდება. მე სულ რამდენიმე კვირის წინ ანსამბლთან ერთად ვიდექი ლონდონის Royal Albert Hall-ის სცენაზე. 1997 წელს დადგა პირველად ანსამბლი რუსთავი ამ დარბაზში. ეს არის მსოფლიოს უნიკალური საკონცერტო სივრცე, სადაც ასე მარტივად მუსიკოსები ვერ შედიან. Royal Albert Hall-ში ანსამბლი რუსთავი ახალი შემადგენლობით რამდენიმე კვირის წინ იდგა და იქაც ძალიან დიდი გამარჯვება მოუტანა ქართულ ხალხურ სიმღერას. ის ისტორია, ის ტრიუმფი, რომელიც რუსთავს მოსდევს მთელი ამ ისტორიის განმავლობაში, რა თქმა უნდა, დღეს სხვა დროა. შეიძლება უფრო გართულებულია რაიმე, ან უფრო, ასე ვთქვათ, შემსუბუქებული, მაგრამ დიდ სცენაზე ვერ დადგები თუ შენ არ გაქვს ის დიდი ისტორია. და თუ შენ არ ასრულებ იმ მუსიკას, რომელიც არის უნიკალური. და ქართული ხალხური სიმღერა არის შედევრი. ქართული ხალხური სიმღერა არის მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითო მოცემულობა და მწვერვალი პოლიფონიური აზროვნების, მუსიკალური აზროვნების. ამიტომ ანსამბლ რუსთავისთვის დღეს და მომავალშიც მსოფლიოს დიდი სცენა იქნება ყოველთვის ღია. როცა ვეკითხებოდით, აი რა ჰქვია ამ ისტორიას ანსამბლმა რუსთავმა რომ შექმნაო, გვპასუხობდა ანსამბლი რუსთავია. ბატონო ანზორ, აი ამ 50 წლისთვის ერთი სახელის დარქმევა რომ შეგეძლოთ. რას დაარქმევდით? რუსთავს? დიახ. ამ ისტორიას რას უწოდებდით? არაფერი. რუს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი რუსთავი მშვენიერი სახელი აქვს. სხვას არაფერს არ დავარქმევ. ეს მოიცავს თავისთავად სიმღერის ისტორიას, ცეკვის ისტორიას, ხელოვნების მაღალ დონეს, ყველაფერს ერთად ეს სახელი მოიცავს. ასე ვიტყოდი. ამ ისტორიას ჰქვია ანზორ ერქომაიშვილი და ანსამბლი რუსთავი. ერთადერთხელ ვერ შეგვისრულა ბატონმა ანზორმა პირობა. მაშინ, როცა თურმე ბოლოჯერ ვწერდით, თურმე ბოლოჯერ რომ იყო ჩვენს გადაცემაში სტუმრად, ტრადიციულად ვთხოვეთ კიდევ ბევრჯერ მობრძანებულიყო. მინდა გთხოვოთ, რომ აი მომდევნო საიუბილეო გამოცემის შესახებაც ისევ ჩვენი ეთერით ვუამბოთ მაყურებელს. კი ბატონო, რა საკვირველია? მიშო, რას ეტყვით დღეს 85 წლის ანზორ ერქომაიშვილს? მეც ანსამბლის წევრების სახელითაც, იმ დიდი გუნდის სახელით, რასაც ქვია ანზორ ერქომაიშვილის მოსწავლეები. ბატონ ანზორს გადავუხდი მადლობას, რა თქმა უნდა. იმ დიდი შრომისთვის, იმ ისტორიისთვის, ანსამბლ რუსთავის ყველა წევრს, ვინც კი ანსამბლის რიგებში ითვლებოდა, ყველას გადავუხდი უღრმეს მადლობას. განსაკუთრებით გადავუხდი მადლობას იმ უფროს თაობას, რომლებმაც ურთულეს პერიოდში ქართული ხალხური სიმღერა ჩვენამდე მოიტანეს. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენამდე არსებულ თაობას, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენისთვის და პოპულარიზებისთვის. მინდა რომ მათ ყველას მადლობა უთხრა, იმიტომ რომ ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სიცოცხლეშივე ის ადამიანები ბატონი ანზორის გვერდით იდგნენ. დღეს საამაყოთ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი წევრი არის ასევე ანსამბლ რუსთავის ერთ-ერთი გამორჩეული სოლისტი დათო გველესიანი, რომელიც ურთულეს პერიოდში მივიდა ანსამბლ რუსთავში, მაშინ როცა ჰამლეტ გონაშვილი გარდაიცვალა და შემდეგ მოუწია მას ანსამბლში მისვლა. ერთი პერიოდი ჰამლეტის ჩუხაც კი მოვარგეს მას. ერთადერთი მთავარი მიზანი ჰქონდა ამ ხალხს, რომ ანზორ ერქომაიშვილთან ერთად მთელი მსოფლიოს წინაშე ქართული ხალხური სიმღერა გაიტანოს. ეს არის ცხოვრების წესი, რომლითაც იღვიძებს ადამიანი, იძინებს და ყოველდღიურობას ატარებს. და ეს არის დამსახურება ბატონ ანზორ ერქომაიშვილის, რომ ყველას ისე შეაყვარა ეს დიდი კულტურა, რომ ბედნიერი წავიდა ის ფაქტიურად, იმიტომ რომ თუ კი ყავს შენი გზის გამგრძელებელი, ამ შემთხვევაში არაფერი არ გადარდებს, იმიტომ რომ ეს გზა გრძელდება და ბატონ ანზორს ყავს ძალიან ბევრი ღირსეული გამგრძელებელი ამ საქმის და მე ვიცი რომ ეს იმდენად მყარია მის მიერ შექმნილი, მის მიერ დაფუძნებული, მაგალითად ანსამბლი მართვე, ანსამბლი რუსთავი და ის საქმეები ჯერ მარტო ბოლო პერიოდში 15 წლის განმავლობაში ბატონ ანზორთან ერთად მუშაობდით უნიკალურ პროექტზე, რომელიც ფაქტიურად მისი სიცოცხლის და მისი ისტორიის გვირგვინია. ეს არის საქართველოს
ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია. ეს არის ჩანაწერები ბატონი ანზორის მოძიებული. ბატონი ანზორის შესრულებული, ანსამბლ რუსთავის შესრულებული, სხვა ანსამბლების შესრულებული 2000-ზე მეტი სიმღერა საგალობლის ჩანაწერი. ეს შევკრიბეთ და ეს ყველაფერი გამოვიცით და თქვენ უნდა გენახათ როგორ მუშაობდა, როგორი სიყვარული ჰქონდა, როგორ აფასებდა ამ ყველაფერს. ამიტომ მისი ცხოვრებისეული ნაწილი სრულად თავდადებით დაეთმო ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზების, აღდგენის, მომავალი თაობებისთვის გაცნობის საკითხს. ქართული გენეტიკური ეს კოდი, მუსიკალური კოდი განამტკიცა და უპირველეს ყოვლისა, ვინც უნდა შემდეგ გაავრცელოს ეს ყველაფერი, ბავშვებს გაუმძაფრა და ბავშვებს შეაყვარა. ეს ნიშნავს, რომ ქართული ხალხური სიმღერა არასდროს მივიწყებას არ მიეცემას. ანზორ ერქომაიშვილი, ანსამბლი რუსთავი ყოველთვის იქნება მთელ მსოფლიოში ცნობილი. მისი სახელი და ანსამბლ რუსთავის. ამიტომ ჩვენი ვალი რა არის, რომ აი ამ ყველაფერს უპატრონოთ. ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა. უდიდესი პასუხისმგებლობა ანზორ ერქომაიშვილის შემდეგ ანსამბლ რუსთავის ხელმძღვანელობა. აი ამ სივრცეში, ამ ოთახში, სარეპეტიციო სივრცეში. მაგრამ სულ ყოველდღიურად ვფიქრობთ რას? რუსთავი რაც იყო, რაც არის, ის უნდა გაგრძელდეს. იმ თავისი სცენაზე გამოსვლით, სცენაზე დგომით, სცენის კულტურით, შესრულების სტილით, მანერით 1000-ზე მეტი სიმღერა აქვს ანსამბლ რუსთავის ჩაწერილი, წარმოიდგინეთ. ეს უნდა განაგრძოს ახლა ამ თაობამ. ჩვენ თუ გვაქვს წინწყარო ხამლეთ გონაშვილის შესრულებით და შემდეგ ლადო თანდილაშვილის შესრულებით, ხო? ახლა ამ თაობამ უნდა შეასრულოს. ამიტომ ეს არის გზა, რომელიც უმაღლეს დონეზე მიიყვანა ანსამბლმა რუსთავმა, თითოეულმა წევრმა და ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა და ახლა ჩვენი ვალია ეს ყველაფერი შევასრულოთ. თაობა იცვლება, მომღერლები იცვლებიან, მაგრამ სწორი მიდგომა, სწორად შერჩევა ამ შემსრულებლების და ამ შემსრულებლების გათვალისწინებით სწორი რეპერტუარის, რუსთავისეული რეპერტუარის დამკვიდრება ისევ და ამით გაგრძელება, ეს არის ყველაზე მთავარი და რთული ამოცანა ამ შემთხვევაში. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შემადგენლობა ანსამბლ რუსთავის, რომელთა ნაწილიც ბატონი ანზორ ერქომაიშვილის მოსწავლეა, ამას დაძლევს. შეძლებს და ანზორ ერქომაიშვილის სახელს და ანსამბლ რუსთავის სახელს კვლავ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ტრიუმფით ატარებს ყველგან. დიახ, და კიდევ იქნება ბევრჯერ. უпростоრად ყოველთვის იქნება მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო დარბაზებში თავდავიწყებამდე მისული ოვაცია რუსთავის გამოსვლების შემდეგ. სრულდება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. კიდევ ერთხელ მადლობა მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ, იმიტომ რომ ყოველთვის იყავით ბატონი ანზორის გვერდით და ახლა რა თქმა უნდა რჩებით მის გვერდით, მისი საქმეების გვერდით, ანსამბლ რუსთავის გვერდით და ჩვენ ძალიან გვახარებს ეს ყველაფერი. დიდი მადლობა. ძვალ რბილში ატანს ეს ხმაო. ოვაციისგან კინაღამ დაინგრა იქაურობაო. რუსთავის გამოსვლები ყოველთვის მოვლენაო. ამას წერდა მსოფლიო პრესა ნახევარი საუკუნის განმავლობაში, როცა ბატონი ანზორი ხელმძღვანელობდა ანსამბლ რუსთავს. ეს ტრადიცია რომ გრძელდება, ესაა ალბათ მისი ყველაზე დიდი საიუბილეო საჩუქარი და კიდევ ის გულწრფელი მადლობა მისი დიდი მოღვაწეობისთვის რომ უხდის ქვეყანა. მომავალ შეხვედრამდე.